გაყვანები. რუსკა მაყაშვილი, კახა აბუაშვილი, კახა კინწურაშვილი. მომშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო. მოგესალმებით ყველას, ვინც ყოველ ოთხშაბათს მოუთმენლად ელოდებით ჩვენს გამოჩენას. რადგან ჩვენი გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერშია ქართულ ტელესივრცეში ყველაზე აზარტული და ყველაზე მხიარული შოუ ცეკვავენ ვარსკვლავები. ჩვენ შოუს წარმოგიდგენთ ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიედე ჟენერალი. კაბო ესე არა, აინახე. Société Générale, აი უფრო ფრანგულად ჟღერს, არა? ძალიან კარგია საფრანგეთი რუსკა, მაგრამ დღეს ქართული ცეკვების ტურია. ეს ჩვენს ჩაცმულობაზეც აისახება. დიახ, დღევანდელ ჩვენ ჩაცმულობაზე იზრუნდა მაღაზიამ სამოსელი პირველი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. გონით როა მონაწილეებს მივესალმოთ. რა თქმა უნდა. დღეს ამ შესანიშნავ სცენაზე 8 მონაწილე წარდგება თქვენს წინაშე. დიახ, წინა კვირაში სამწუხაროდ ჩვენი შოუ აჩიკო მეფარიზისა და ჯულიანა ბარგნარის ვარსკვლავურმა წყვილმა დატოვა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ? ასეთია ჩვენი გადაცემის ფორმატი და ვერაფერს ვერ ვიზამთ. საუკეთესო მოცეკვავე წყვილის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება. გამარჯვებული წყვილის ვარსკვლავსელის პრიზი ბინა ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს მაგნოლიაში. ხოლო მის მეწყვილე პროფესიონალ მოცეკვავეს გადაეცემა 5000 ლარი. სასტარტო ანაბრის თანხა ბანკი რესპუბლიკისგან. ახლა კი დროა ჩვენს კონკურსანტებს შევეგებოთ. რა თქმა უნდა. დაიჩვენი მოცეკვავე ვარსკვლავებს. გურვალი აპლოდისმენტებით შევეგებოთ თუ შეიძლება. კახაბერი და მარიამ მათიაშვილი. კრისტი ყიფშიძე და ლევან ახვლედიანი. ქრისტინე იმედაძე და გიორგი ბარბაკაძე. თიკო სადულიშვილი და გიგი გაჩაჩილაძე. ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ფოლადაშვილი. სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი. ლევან როსტოშვილი და სალომე ჭაჭუა. დღეს ჩვენი ვარსკვლავები თქვენთვის ულამაზეს ქართულ ცეკვებს შეასრულებენ. როგორც ხედავთ, მე მგონი აპლოდისმენტების ღირსები ვარ ყველა ერთად. არ დაიშუროთ ხოლმე აპლოდისმენტები, არ დაიშუროთ. ძალიან კარგია ეს. ვამყნევებ ჩვენს და მონაწილეებს. ახლა კი დროა კახა გავაცილოთ ბანკი რესპუბლიკის ოთახში ჩვენს კონკურსანტებთან ერთად და მაყურებლებთან ერთად ჩვენ გადავავლოთ წინა ტურს. თვალი. აი ხო ხედავთ როგორ გჭირდება თქვენი აპლოდისმენტები. აი ასე დიდი მადლობა. ყველაზე აზარტული და ყველაზე მოძრავი შოუ ქართულ ტელესივრცეში. ნუ კიდე ოფო. დღესაც კონკურსის წესის მიხედვით არის რაღაცა შეზღუდვები და ამ შემთხვევაში მე მინდა ისევ რომ ჩვენზე რის ხوار გადმოვიდეს და არ თქვან მე რომ ჩვენ უკაც რეჟიური ვართ.
ძალიან რთულია, როდესაც ხარ პირველი და ალბათ ეს სამართლიანიც არის, რომ ასეთი მკაცრი შეფასება. ლევან როსტოშვილი და სალომე ჭაჭუა. თან ცეკვავდით და თან ითვლიდით 1 2 3. ვინ ცეკვავდა ცუდად? ესენი ცუდად ცეკვავდა? ძალიან მეშინოდა გავაკეთებთ რა რეპრესიებზე 5-დან 3 არ გამომდიოდა. სინიაკები ბადის. სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. მოკლედ მომინდა მზე, გარუჯვა, კარტკაციაზე დამაყენა. მაინც რაც პროექტულია ჩვენთვის ორივესთვის აზარტულია უფრო ეს ყველაფერი და ზეთი დღე ამ ყველაფერზე მუშაობთ. ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი. მუგიწოა სამარგალოშ მაფშალია. უდიდესი შეცდომა რომ არ ჩაგედინათ ალბათ მაღალ ფულას მოგწევით, მაგრამ მუსიკოთ იცოდნენ. ნუ ეს არ არის ჩვენი პროფესია, მე არასდროს არ მივли ამაზე. გოჩი არის ერთადერთი სპეციალისტი ამ ესე ვთქვათ ცეკვის ამ ჟანრის, ასე რომ მე მას თავიდან ბოლომდე აუცილებლად ვემზადებოდი. აჩიკო მეფარიძე და ჯულიანა ბარგნარი. რომ არ გამოგეცხადებინათ რომ ეს იყო აჩიკო ვერც ვიცნობ. ჯულიანა თუ ამბობს რომ ხარისხიანია, მე ჩუმათავარ, იმიტომ რომ მე არ მახსოვს რა ვიცეკვე, ეხა ვერ ვიტყვი. თიკო სადუნიშვილი და გიორგი გაჩაჩილაძე. აი მეგონა რომ მართლა უყვარდა, მეგონა რომ მართლა იყო ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა. თან ისე მინერული და ინტერნეტ დავიხარჯე ემოციებს, არაფერი აღარ დამჭა. ვერაფერს არ გაწყდა. ქრისტინე იმედაძე და გიორგი ბარბაკაძე. არ უნდა იყოს ხვაზე ნაწყენი არასოდეს. ეს შეგიშლის ხელს. საქართველოს მოცეკვაველის მუსიკა არასდროს 2-3-4. ძალიან ძნელი დასათვლელია. არ იცი, ოკეი. აი მართლა ძალიან ყვაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის 100%-იანი. გიორგი, მოგ გადარეული ხარ ჩემზე. ქრისტი ყიფშიძე და ლევან ახვლედიანი. ეს ცეკვა შეიძლება რომ შეფასდეს როგორც სამედიცინო ცეკვა. Good job, ბოჭი. და კომპლექსები მომდა მომეხსნა კი უკაი რაღაცა ამეწია კაბა და ალბათ ყველაფერს გამომისდა, მაგრამ აი იმაზე აღარ ნერვობდი, აღარ ფიქრობდი და კახაბერი და მარიამ მათიაშვილი. წარმოუდგენელი რამე გააკეთა ამ გოგომ ერთ დღეში ისწავლა ეს ცეკვა. მე ვაპირებდი შოუდან წასვლას, ისე გამოდის რომ რაღაცა ყოველ კვირას მივდივარ. მე მგონი დაგვიტოვებენ რა, კიდევ ცოტა ხანი სამაიმუნო. სახელდება პირველი აუთსაიდერი წვილი. შემდეგ ეტაპში გადავიდნენ კახაბერი და მარიამი. გთხოვთ კიდევ ერთხელ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეებს, ყურვალეს დასი მჭირდება. და რა თქმა უფრო ყურვალე. რა თქმა უნდა ჩვენ ჟიურის მივესალმოთ. ჟიურის მივესალმოთო. ჟიურის. მეტი. ყურვალე დასი მჭირდება მეთქი. გადახედეთ როგორი შესანიშნავი ადამიანების ხედან. არ უნდა მას დიდი მყუყვარე აპლოდისმენტები. აი ასე. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მაშა ასე დავიწყოთ. დავიწყოთ. ნინო სუხიშვილი. ლევან უჩანეიშვილი. ნინო ანანიაშვილი. ნანუკა ჯორჯოლიანი. და კოჩა ჩერკოვი. და რაც თავარია ჟიურის მე-6 წევრი. თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასე რომ იაქტიურეთ, აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულებს. რადგან ჟიური წარმოადგინეთ, ახლა შეგვიძლია ბანკი რესპუბლიკას ოთახში გადავინაცვლოთ და მივესალმოთ კახას და ჩვენს მონაწილეებს. კახა. კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებლებს ამჯერად ბანკი რესპუბლიკას ოთახიდან. ხედავთ ალბათ რა მშვენიერი განწყობაა ჩვენს ოთახში. ხედავთ.
ძალიან მიხარია რომ ყოველ ოთხშაბათს ჩვენი დამსწრე საზოგადოება მეტი სიხარულით და აპლოდისმენტებით ხვდება ჩვენს კონკურსანტებს. დამიჯერეთ, ეს მათ ძალიან სჭირდებათ. რაც შეეხება მათ განწყობას. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხოლო რაც შეეხება მათ შემართებას, ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, რადგან დღეს მათ მოუწევთ ქართული ნაციონალური ცეკვების შესრულება და შესაბამისად ის სულისკვეთება, ემოცია, რაც ახლავს ამ ცეკვებს, მათში დიდი დოზით არსებობს. ხო, მეთანხმებით. დარწმუნებული ვარ დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩვენი კონკურსანტები ცეცხლს დაანთებენ. იმისათვის რომ ცეცხლი დაანთონ საჭიროა 8 ვარსკვლავი, 8 პროფესიონალი მოცეკვავე, ანსამბლ სუხიშვილების მუსიკოსები, დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები, მაყურებლის SMS-ები და შოუც მზად არის. მოკლედ, მე მოვამზადებ პირველ წყვილს, ჯერ კი თქვენზეა. მაშ ასე, კახაბერი და მარიამი SMS ნომრით 1201. ურულოვი აპლოდისმენტები ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან გხობთ. კახაბერის მეწყვილე თეადარჩია კონკურს სასიამოვნო სიურპრიზის გამო გამოეთიშა. მადლობა უფალს, მე ახახანს გავიგე რომ თურმე მეოთხე შვილის დედა ვხდები. აპლოდისმენტები. პროექტში მისი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი ჩაერთო. მარიამი არის სუპერ პროფესიონალი მოცეკვავე. მარიამის გამო ესე საკმაოდ ვიშრო მე რაც შემეძლო. მე მგონი დაგვიტოვებ რა კიდე ცოტა ხანი სამაინო. მე ყოველ შემთხვევაში. ძალიან კი გამიჭირდა ჩაჩაჩა როგორ 1 2 3. 1 2 3 ჩაჩა. 3 ჩაჩა. ახალ ბედაწყვილმა ჟიური გაახალისა. ძალიან გთხოვთ ბოლივუდის გადმოსახედიდან შევხედოთ და არა ჰოლივუდის. ჩემი თხოვნა იქნება ეს. თუმცა კონკურსანტები აუთსაიდერობას მაინც ვერ აცდნენ. ახლა წესერად მოიქეცი. კარგი 12:01. მაგრამ გთხოვთ არ გამომიგზავნოთ. მაყურებელმა კახაბერის თხოვნას არ დაუჯერა. კახაბერი და მარიამი! დღევანდელი ტურის გაგდების იმედი მქონდა. აი აწინებთ. წყვილი მომდევნო ტურში ლაზურს შეესრულებს. რომელია პირველი ერთი? კახაბერი და მარიამ მათიაშვილი. ცეკვა ლაზური.
ახლოს ხანუმებს, დიდი ერთი მადლობა. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. 12 ნოლარი. ბრავო. დაგუჩელა. ახლა სასწრაფოდ გჭირდება ძალიან მაგრები ხარ. თქო მართლა გეუბნები ძალიანագրები ხარ და ახლა სასწრაფოდ გჭირდება ჟურის შეფასება. ამას ამბობდი მე. ქალბატონი ნინო სუხიშვილი. მოგესალმებით. მე დღეს ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ აი ქართული ცეკვის ტურია და ნამდვილად სამაყოა. ძალიან კარგი მოფიქრება იყო, რომ ამ კონკურსში ეს ტური გადაწყდა. ну, რაც შეიძლება ვთქვათ ამ ნომერზე, არაჩვეულებრივი წარმოდგენა გაგვიმართა კახაბერმა. შვენიერი წარმოდგენა იყო, არაჩვეულებრივი ხანუმები, მარიამი მშვენივრად ცეკვავდა, მაგრამ მარტო მარიამი ცეკვავდა, მე მგონი კახა. ცოტა. ძალიან კაი ნომერი იყო, ნამდვილად, აი ნომერს რო ვაფასებდეთ, ალბათ უმაღლეს ქულას მივცემდი. აპლოდისმენტები. ქალბატონი ნინო ანანიაშვილი გთხოვთ. ქალბატონი ნინო. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი შესაძლებლობა, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ცეკვებს უყუროთ. იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი ქართული ცეკვა. ალბათ მათთვისაც ძალიან რთულია, როდესაც პროფესიონალი ამ ცეკვების წარმომადგენელი ზის და უყურებს დღეს მათ ხელოვნებას ცეკვას. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი წარმოდგენა გააკეთეთ და ვნახოთ ახლა როგორ ნიშნებს მიიღებთ. ბატონი გოჩა ჩერტკოევი. გამარჯობათ. დიდი მადლობა, ნამდვილად მე მგონი ეს ცეკვავი ვარსკვლავები არის ერთადერთი ყველაზე არაორდინარული და ულამაზესი მსოფლიოში დღევანდელი დღის განმავლობაში ჩათვლით, იმიტომ რომ ეს მე უნდა მოვიპარო ეს მიმართულებით. ესე იგი, ყველა არის ულამაზესი და ძალიან მიხარია რომ ცეკვავი ვარსკვლავები და ეს ქართული ძალიან ულამაზესი ცეკვებია. და მოგენატრად ძალიან. აი ქართული დაბრუნდა უცებ ყველაფერი. აპლოდისმენტები. ეს უნდა დაგვეწყო თავიდან ამით. რაც შეეხება თქვენ ცეკვას კახაბერი და მარიამი, ოდნავ მე მგონი ცოტა სამორის სამბის ვარიანტში გავიდა ეს, სამბას გარდა ყველაფერი იყო. მე ძალიან მომეწონა როგორც ნომერი, როგორც შეასრულეთ, ეს ძალიან მომგებიანია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მაგალითად ეს გოგონა ძალიან ლამაზი მოცეკვავია, საკმარისი არ იყო თქვენგან ცეკვა და პირადად მე მინდა რომ დავინახოთ წყვილი იზრდებოდეს როგორც მოცეკვავე. ეს უკვე მესამე ეპიზოდია და მეცულება ვერ ნახე. ძალიან მინიმალური ცეკვა იყო თქვენგან და ძალიან მაქსიმალური წარმოდგენა, რაც იყო ულამაზესი და ეს მომღერლები არიან ძალიან ლამაზი მოცეკვავე ყავს როგორც წყვილი. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები, მეტი SMS-ები ჩემო ქალბატონებო და ბატონებო. 12:01 არ დაგავიწყდეთ. დაუმესიჯეთ. ახლა კი დაისვენეთ თქვენ. გავაცილოთ ბანკი რესპუბლიკის ოთახისკენ ჩვენი მონაწილეები და გადავიდეთ კახასთან. კახა. ბანკი რესპუბლიკის ოთახის მონაწილეები ძალიან გამხიარულდნენ ამ სანახაობით. ჩვენი კონკურსანტები, რომელთაც მაყურებლის გული ალბათ მოიგეს, კახაბენ, მოგლეთ ყველაფერი ქენი იმისთვის რომ შოუ გაგიკეთებინა. საერთოდ შოუს ვაკეთებ ხოლმე. ეს ყველა მიცეს. ეს პროექტიც და იმიტომ ვარ საერთოდ ჩვენ. მაგრამ შენგან უფრო ცეკვას ელოდნენ დღეს. ხო. ალბათ. მე პირადად მომეწონა თქვენი ნომერი. და დამეთანხმებიან ეგერ ვარსკვლავებით და მათი პარტნიორებით. გთხოვთ, ქალბატონებო და ბატონებო, ჟიურის წევრებო. ნინო სუხიშვილი. 5. ლევან უჩანეიშვილი. 5. ნინო ანანიაშვილი. 5. ნანუკა ჯორჯოლიანი. 6. გოჩა ჩერტკოევი. 4. გავამხნევოთ ჩვენი მონაწილეები. რა სიტყვით, როგორ მოგეწონათ ჟიურის შეფასება? მე ვფიქრობ, რომ დღეს ალბათ თავ შევიკავებ კომენტარისგან. მარიამ, შენ რა სიტყვი? დიდ მადლობას მოვხდი ქულებისთვის და რა ვიცი, ყოფილი ვარ.
ძალიან კარგი, კახაბერი სიტყვა ძუნწი გამოდგა, მაგრამ არა უშავს კახაბი, ყველაფერი წინ არის, მე პირადად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მომეწონა შენი ნომერი, მე ვამზადებ შემდეგ კონკურსანტებს, ჯერი თქვენზეა. ორი წვილი. კრისტი და ლევანი SMS ნომრით 1205. მეტი SMS-ები, მეტი აპლოდისმენტები, ჩემო კარგებო. უფრო მხურვალეთ, რომ ჩვენი შოუ უფრო მაგრად გახვდეს და უფრო მეტი ცეცხლით დაიდოს აი აქ ამ სცენაზე. მეტი აპლოდისმენტები. ჟიურის უმაღლესი შეფასება. ეს ცეკვა შეიძლება რომ შეფასდეს როგორც სამედლისო ცეკვა. Good job, ოჩა. და განსაკუთრებული აპლოდისმენტები. ასეთი იყო კრისტისა და ლევანის შედეგი მეორე ტურში. კრისტი უარყოფილი და ასეთი ახლა როგორც იყო. არ ძალიან ბევრი რაღაც მომეშვა. კომპლექსი მომდე მომეხსნა. არ მიწია კაბა და ალბათ ყველაფერს გამომიშნა, მაგრამ აი მოზე აღარ ნერვობდი, აღარ ფიქრობდი და ვიცოდი რომ ნატაშკა იმდგას და ნუ ამის მაკეთე. წვილის სუხიშვილების რეპერტუარის ერთ-ერთი ურთულესი ნომრისთვის ემზადება. ეს ცეკვა დიდმა ილიკომ და ნინომ დაგეს, მე ვიცი რომ მაგათი საავტორო ცეკვა არის. ჩვენ ერთ თანამედროვე 100 ვარიანტში მე მგონი არ შევთავაზებ. იქნება ლეკური სტილში ცეკვა. მაყურებელს კრისტისგან მორიგის სიურპრიზი ენის. მეც მე ვარ თეთრი ჩოხა. და თქვენ ნახავთ. მაყურებელი იხილავს ამ ყველაფერს უკვე მერე. 1 2 3 4 კრისტი ყიფშიძე და ლევან ახვლედიანი. ცეკვა ლეკური. ბატონებო, ქალბატონებო, გისმენთ. ნინო სუხიშვილი. აღთვალებული ვარ ჩემ გზნობებზე, ნამდვილად ძალიან იმოქმედა ამ ცეკვამ.
ხიმილით და რაღაც სრემლმორეული უყურებდი ყოჩა ქრისტი, ნამდვილად მოიტანე განწყობა, მოიტანე ეპოქა, სტილი შესრულების, ვიცი რამდენად რთულია ეს მოძრაობები, რომელსაც შენ ეს მონდომებით ასრულებ და ნამდვილად არ ვიცი, ჩემთვის ძალიან გულამაჩუყებელი იყო ამ ნომერის ყურება. ბატონი ლევან უჩვენეიშვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოთქვა ჩემი აღფრთოვანება კრისტის ცეკვის ცეკვაზე. ყოველი ახალი ცეკვა არის ახალი აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით საითკენ მიდიოდა ფინალი, მთელი ცეკვის განმავლობაში კრისტიმ შეძლო ჩვენი მოტყუება და ვაშკაცურად შეასრულა ქალური სილაღით, სილამაზით. დიდი მადლობა, გილოცავთ. რამიკა ჯორჯოლიანი. ველოდებოდი ბოლო მომენტს, იმიტომ რომ ყველა მომიცის ალბათ, რომ ყველაზე კულმინაცია არის ბოლო მომენტი ამისი და ყველაზე მეტად ამას ელოდება მაყურებელი ყოველთვის და მე ერთი შემიძლია თქვა, ჩვენ საუბრობდით დაწყებამდე, რადგან ვიცოდით რა შეასრულებდი, რომ ამას ცოტა ისეთ ხასიათი უნდა და ძალიან თამამი იყო და ძალიან გაბედული გოგო ხარ, რომ შეეხე ამ თემას ზოგადად გარისკე, ძალიან გარისკე თან და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ხარ რა უნდა თქვა, მაგრამ ხასიათი და განწყობა აშკარად მოიტანეს შემართებით ხასიათზე დაგვაყენა ძალიან. მე თუ არ შეგახსენებთ ხოლმე აპლოდისმენტებს, მადლობელი დაგჭებით, ბატონებო და ქალბატონებო. ძალიან გამიხარდება. მაგრამ აი გავაცილოთ. აპლოდისმენტები უბრალოდ. გავაცილოთ ჩვენი კონკურსანტები. გავაცილოთ. ბანკი რესპუბლიკის ოთახში. თქვენი მაპატია რუსკა დიდი ბოლო. არა, როგორ გეკადრება ჩვენ ერთნი ვართ ასე ვთქვათ. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ აუცილებლად აიღონ მობილური ტელეფონები და დაუმესჯიჯონ თავიანთ რჩეულს. ჩვენი ლეკი მოდელი და მისი პარტნიორი. სანამ გითხავთ როგორ განწყობაზე ხართ, მანამდე მოდით ჟიურის შეფასება ვნახოთ. ნინო სუხიშვილი 6. ლევან კუჩანეიშვილი 6. ნინო ანანიაშვილი 6. ნანუკა ჯორჯოლიანი 6. გოჩა ჩერტკოევი 6. მე მგონი ჩვენიერია, მივესალმოთ და გავამხნევოთ ჩვენი კონკურსანტები. აი ეს მესმის. იმდენად მოულოდნელი ხარ ხოლმე ყველა ტურში, რომ მე მგონი სამსახიობო კარიერაზე ფიქრობ, არა? სხვადასხვა მაქვს შემოთავაზება უკვე და მიიღებენ ფილმში. ძალიან კარგი. რა სიტყვი ჟიურის შეფასებაზე? ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის, ძალიან დიდი სტიმულია, რომ უფრო კარგად წავსდგე შემდეგ ტურში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადოთ მთელი ესე იგი სუხიშვილის ანსამბლს, რაჭუკას, ტატას, დამკვრელებს, ყველას, ანუ ეხლა ის ძალიან ნერვიულია. უღრმესი მადლობა ჟიურის. აი ამ ლამაზი შეფასებისთვის მართლა არ მოველოდებოდი და მეც არ შემიძლია არ თქვა რა ბატონ დავითს და ქალბატონ დადას უღრმესი დიდი მადლობა რომ აი მთელი სული და გული ჩადეს ჩვენს რეპეტიციებში. დიდი მადლობა. 12:05 მაყურებლებს შევახსენებ მათ SMS ნომრებს. ახლა კი შემდეგი წყვილის დროც დადგა. რა თქმა უნდა, ქრისტინე და გიორგი. SMS ნომრი 12:02. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. ძალიან ხო. ერთი კარგი აპლოდისმენტები. ქრისტინემ და გიორგიმ წინა ტურის დაძაბულობა გადალახეს. აი მართლა ძალიან ყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის საუკეთესო პარტნიორია ამ პროექტში ყოველ შემთხვევაში. სხვას დამიყენებდი, რა თქმა უნდა მივიღებდი, მაგრამ ჩემთვის 100%-იანი. გიორგი, მე გადარეული ვარ. კი, მე გადარეული ვარ. თუმცა ჩაჩაჩამ სათვალავი ორივე საურია. 2, 3, 4 და 1. პირველი ნაბიჯი ჩაჩაში იწყება 2-ზე, არამც თუ 1-ზე. ჩაჩაჩას რო ვერ დავთვლიდი, ზუსტად ვიცოდი, იმიტომ რომ რეპეტიციაზე 10 ჯერ რო ვიცეკვებდი, 10-დან 1 შემთხვევით თუ გავარტყავდი სწორთვას. მე მეტი შეცდომების დავინახე ჩანაწერი რო ვნახე და იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ის ყველა შეცდომა არ ჩამომითვალა პირდაპირ ეთერში. ფოლკლორის ტურში ქრისტინეს ლეგენდარული ცეკვის შესრულება ხვდა წილად.
ქალბატონი ნინა რამიშვილის ჩანაწერსაც ვუყურე რამდენიმეჯერ და თეას ჩანაწერს ყოველ დღე ვატრიალებ და თეას ყოველ დღე ვეკითხები ხელი ესე თუ ისე. ეხლა ფრთებს უფრო ვგრძნობ ჯეირანის შესრულებისას. ნახოთ რა იქნება 4 შაბათს. პარტნიორის ენთუზიაზმს გიორგი ვერიზიაობს. ой, მე вообще არ სუნთქო. კაია, მე ორი რეკორდს არ ამხარებ. ქართული ცეკვის რეკორდსაც და გინესის რეკორდში შეხვალ, უსუნთქავად 2 წუთი. რასაც უყურებ, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა ჩემი პარტნიორი. მე ვწვალე. წარმატებული გამოსვლის შემდეგ წყვილს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს. SMS-ებით არ ვარ კმაყოფილი და დამიმესიჯეთ ცოტა რა არის 12:02. ქრისტინე იმედაძე და გიორგი ბარბაკაძე. ჯეირანი. Bravo Kristine, bravo Georgi. დიდი მადლობა სუხიშვილების მუსიკოსებს, ქართული ნაციონალური ბალეტის მუსიკოსებს. მობრძანდით. ქალბატონი ნინო სუხიშვილი რა თქმა უნდა. ძალიან დიდი გამბედაობა მე მგონი ქრისტინეს მხრიდან რომ მოკიდა მცეკვას ხელი, მაგრამ ალბათ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ საოცრად უხდებოდა. ძალიან მოიხდინა აი სტილით და ყველაფერი ზუსტად აი რაღაც ჩაჭდა მის შესრულების მანერაში ეს ცეკვა ნამდვილად მე უყურებდი ძალიან დაძაბული და მე მგონი შენზე მეტად მე ვნერვიულობდი. გიორგი ყოჩაღი ხარ, იმიტომ რომ ნამდვილად სამეჯისო ცეკვების პროფესიონალს ყოველთვის უჭირს ქართული თანამედროვე ცეკვების. ნუ მით უმეტეს მაინც არ არის ცოტა უჭირთ ხოლმე ქართული და ყოჩაღი ხარ, ძალიან კარგად შეასრულე. ბატონი ლევან უჩანეიშვილი.
არის ცეკვები და შემსრულებლები, როგორც არის ქალბატონი ნინო სოხიშვილი, რომელიც ჯეირანი ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს და ჩემთვის ცოტა თავიდან ძნელი იყო, როცა გამოაცხადეს და ვიცოდი რას ცეკვებდა, ძნელი იყო იმის წარმოდგენა თუ როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც კრისტინემ დაანთო აზიური ცეცხლი, თუ ასე შეიძლება ითქვას, თავისი სილამაზით, თავისი ამ არაჩვეულებრივი ცეკვით, მე ფაქტიურად მინდა ქედი მოვიხადო და გითხრა დიდი მადლობა ამ ულამაზესი შესრულებისათვის. ბატონი გოჩა ჩერტკოევი. კრისტინე, შენ რომ იცოდე რა ლამაზი გოგონა ხარ, ნამდვილად. იმიტომ ვიძახი ამას, რომ ესე იგი ამ ნომრამდე ძალიან მეეჭვებოდა თუ შენ გეჯერა შენი თავის და ძალიან მინდა რომ თავდარწმუნებული იყო, იმიტომ რომ ძალიან ულამაზესი მოცეკვავე ვიყავი დღეს. იგივე შენ გიორგი, დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა. ერთი წუთი შეიძლება დავამთავრო. ჯერჯერობით ხარ პირველი წყვილი, ვინც ჩამოაყალიბა ეს მამაკაცურ და ქალური კავშირი ერთმანეთში მიუხედავად. აპლოდისმენტები, მეტი აპლოდისმენტები. გავაცილოთ ჩვენი კონკურსანტები. მოდი გავაცილოთ. და მეტი ტაში, მეტი აზარტი, მეტი ემოცია. უფრო მეტი და მეტი SMS-ები ჩემო კარგი. აბა, კახასთან რა ხდება, ვნახოთ, კახა. მოუთმენლად ველოდებით წყვილს, რომლებმაც ცეცხლი დაანთეს ნამდვილად რუსთაველის თეატრის სცენაზე და ისინი უკვე რესპუბლიკა ბანკის ოთახში არიან. ქალბატონებო და ბატონებო, ჟიურის წევრებო, გთხოვთ, შეაფასეთ ეს უმშვენიერესი წყვილი. ნინო სუხიშვილი, 6. ლევან ნუჩანეიშვილი, 7. ნინო ანანიაშვილი, 6. ნანუკა ჯორჯოლიანი, 6. გოჩა ჩერტკოევი, 7. 32 ქულა, მისალოცი ამბავია. ხალხო, მიულოცეთ ჩვენს აპლოდისმენტები ფონზე. შვენიერი იყო. ძალიან კარგი შესრულება იყო. გრაციოზული ჯეირანო, რა სიტყვი ჟიურის შეფასებაზე? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა ჩემი ქულები, ძალიან ვღელავდი ამ პასუხისგებლობის გამო და მიხარია რომ ესე მოეწონათ და ესე კარგად შემაფასეს. მე არ მოველოდი. გიგი? ყველას დიდ მადლობას გიხდით. თელს დარბას, თელ მაყურებლებს, ვინც თუნდაც SMS-ი გამოგვიზანა. რა თქმა უნდა, ყველას უსურვებ წარმატებას. მონაწილეებს მე მინდა აუცილებლად დავამატო და დიდი მადლობა მოუხადო ქორეოგრაფებს, თემური გიორგაძეს და დათოს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ყველას, თქვენ ჟიურის წევრებო, მადლობთ. ახლა კი ჩვენი ჯეირანი და მისი მეწყვილე პარტნიორი დავასვენოთ. მე შეგახსენებთ მათ SMS ნომრებს 1203 თუ გინდათ რომ ისინი იხილოთ შემდეგ ტურში აუცილებლად დაგუმესიჯეთ. შემდეგი წყვილი მზად არის. მზად არის, ძალიან კარგი. მაშ ასე, თიკო და გიგი SMS ნომრით 1207. აცავიდე. აეროვან ვალში შეცდომები ჟიურის არ გამოეპარა. ალბათ როგორც არაფერში ვალში უფრო ჩანს შეცდომები, ვალში უფრო ჩანს დახვეწილობა. პროფესიონალური კონტრიალი ქონდანი ვალსის გავლა, რაც ჟიური ცოტა მეგონა რომ მაღალი ქულებით შეაფასებდა, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ მოხდა. მარტო ილეთი აღარ არის, ანუ გვიწევს უკვე ფიქრი იმაზე, როგორი დადგმით გავალამაზებთ ამ ცეკვას, იმიტომ რომ თურმე ამაშიც წერენ ნიშანს და იმაშიც რამდენად გაამხიარულებ მათ. ცეკვამ თიკო სადუნიშვილს დასის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა. ჩვენ გადავწყვეტეთ შოუ ბიზნესის დასის ჩამოვაყალიბეთ. ახალი წლის კონცერტებს რო გააკეთებთ, ძირფასო მომღერლებო, შეგიძლიათ მოგვიწვიოთ. ჰიპ-ჰოპისა და ევროპული ცეკვის შემდეგ წვილი აჭარულს შეასრულებს.
მოცეკვავე უხუხები ფილმში ვარ. გოჩესი აღარ გვეშინია ნინო სუხიშვილიც. შეიძლება ცოტა ცუდად გავაკეთო ის გასვენ ტანი ამიხდეს და ამიხდეს გადავარდე გადმოვარდე, მაგრამ ანუ აბიჯები და იმის შესა არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. 1 2 3 4 თბილისი და ბათუმი ლაივის წამყვანი მხარდაჭერას აჭარისგან ელის. ძალიან ხშირად მიმესიჯებენ ხოლმე ბათუმელები. ახლა ვნახოთ თუ ხართ ჩემთან 12:07 ჩემი აჭარული თუ მოგეწონათ მოიმარჯვეთ ტელეფონები და დამიმესიჯეთ. აი ეს გავუხერთ ეს. მე რა აქედან და აი ეს აჭარულის ერთ-ერთი დამახსია შემიძლია. აშიდან და აი აქედან ნერა უნდა წახვიდე. ერთი უნდა მოანდობო ხელების თიკო სადუნიშვილი და გიგი გაჩეჩილაძე. ცეკვა აჭარული. ისმენთ ბატონებო და ქალბატონებო. რა სიტყვით გაამართლეს ვარსკვლავებმა თქვენი მოლოდინი? კი, ნამდვილად გაამართლეს, არაჩვეულებრივად შეასრულეს განწყობით ხასიათში. აი ყველაფერი იყო ნამდვილად ძალიან კარგად მაღალ დონეზე, არაჩვეულებრივად იცეკვეთ იყო ნამდვილად. ქალბატონი ნინო ანანიაშვილი. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივად უხდებათ ქართული ცეკვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგი სწავლობდა, ზოგი არ სწავლობდა, ყველა ქართველია, მაგრამ აი ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, ძალიან კარგად ცეკვავენ და ძალიან მიხარია, რომ დღეს ყველა ამ ცეკვებს სწავლობს.
ნანუკა ჟორჟოლია. მე მაინც მგონია რომ წინა ტურში თიკო უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ის უფრო მისი იყო, რაღაც ესეთ შთაბეჭდილება დამჭა, მაგრამ თავარი არის რა, რომ რა აქვს სუხიშვილებს, ახლა მე ძალიან ცუდი არ ვარ, ისინი სხვაგან არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ განწყობა აქვს და ინდივიდუალურად ცეკვავს ყველა სუხიშვილებში. თავარი მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართულ ცეკვაში ერთი რამ არის. განწყობითი ცეკვა და მომიტანო ის კუთხე და მომიტანო ის ხასიათი, რაც დევს ცეკვაში. თიკო მაცდური ხარ და ეს მაგრად გამოგდის. მოგაკ განწყობა და ამიტომ მინდა რომ ჩემგან შექება შენ. აპლოდისმენტები უფრო მეტი აპლოდისმენტები. ტელემაყურებელს კი მივმართავ. რა თავარია მეტი SMS-ები, მეტი SMS-ი. 12:07. დავაცილოთ ჩვენი კონკურსანტები. და გავაცილოთ რესპუბლიკა ბანკის ოთახში კახასთან. მე კი შეგახსენებთ რომ აუცილებლად აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულებს. კახა. ახლა კი შრიამული დეგებებიან ჩვენი მონაწილეები. კონკურსანტებს და ისინიც. სანამ მათ ჟიური შეაფასებს, მე მაყურებლებს შევახსენებ თიკოს და გიორგის SMS ნომერს 12:07. ჟიურის წევრებო, გთხოვთ. ნინო სუხიშვილი 6 ლევან უჯანოიშვილი 6 ნინო ანანიაშვილი 6 ნანუკა ჟორჟოლიანი 6 გოჩა ჩერტკოევი 6 30 ქულა. შესანიშნავი მაჩვენებელია. თიკო, შენთან კითხვით გადმოვალ. როგორ მოიგე აჭარელი ქალის ამპლუა თუ გლამური სულ სხვაა? ძალიან გამიჭირდა, თუმცა ისე მომეწონა, რომ შეიძლება სულ ვიცეკვა მის მიერ. მართლა. და ჟიურის დიდი მადლობა, იმიტომ რომ რატომღაც ყველაზე მეტად ნერვიულობდი ამ ტურზე და უმაღლესი ქულები ამ ტურში მივიღეთ. გაგვიკვირდა. მადლობთ. რა ვიცი, ალბათ მოვიგე შევეცადე ყოველ შემთხვევაში. თვითონ მაყურებელმა გამსაჯოს. დიდი მადლობა. მაყოფილები ხართ ამ ნომრით? მაყოფილები ვარ ძალიან დიდი. თქვენი SMS ნომრები შეახსენეთ მაყურებლებს 12:07. დაუმესიჯეთ მათ. ეხლა კი შეგიძლიათ დაისვენოთ, მე კი შემდეგ წყვილს მოვამზადებ. კაბუ, რუსკა. კახა სანამ შემდეგ წყვილზე გადავალთ. მას ასე 4 ვარსკვლავური წყვილი უკვე წარსდგა ჟიურის და რაც მთავარია მაყურებლის წინაშე. დადგა დრო პირველი სარეკლამო შესვენების. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით კიდევ უფრო მეტი ენერგიით, კიდევ უფრო მეტი შემართებით და მხარს დაუჭერთ ჩვენს ვარსკვლავებს. როდესაც შენს ვარსკვლავს ელი, რეკლამას კი ძალიან მალე გადის. აპლოდისმენტები. პატარა პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ დავბრუნდით ეთერში და მე გეტყვით იმას, რომ ვარსკვლავები კვლავ თქვენთვის იცეკვებენ. ჩვენ რუსთაველის თეატრიდან იმედის პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. და ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოციეტე ჟენერალ წარმოგიდგენთ ქორეოგრაფიულ შოუს ცეკვავინდას კლადები, შეგახსენებთ, რომ დღეს მესამე საკონკურსო დღე, რომელსაც ქართული ცეკვის ტური ეწოდება. მესამე ტურში 8 წყვილი მონაწილეობს. თქვენს წინაშე უკვე 4 ქორეოგრაფიული წყვილი წარსდგა. და კიდევ 4 ბანკ რესპუბლიკას ოთახში მზად არის თქვენს წინაშე რომ წარსდგნენ. შოუს ფინალში კი გამარჯვებული მართლაც ვარსკვლავური პრიზის მფლობელი გახდება. ბინა ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს მაგნოლიაში. მათ შორის ის წყვილი დარჩება შოუში, რომელიც ყველაზე მეტ SMS დააგროვებს. ახლა კი დროა შემდეგ კონკურსანტს დაუთმოთ სცენაზე. მაგრამ სანამ შემდეგ კონკურსანტებზე გადავიდოდით, აუცილებლად მინდა მადლობა უთხრა სილამაზის სალონ ნატალის და სოლარიუმ კლუბ ნატალის, რომელიც ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს კონკურსანტებზე. დიდი მადლობა თქვენ. მას ასე ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ოლადაშვილი. 12:08.
კი, მე მგონი საქართველოს მამაკაცების უმეტეს ნაწილს უნდა რომ დღეს შენ ისინი დაიჭირო. დაბალი ქულების გამო ნუკი და ოთო პროექტის დატოვებას ელოდნენ. მე და ოთო ვიდექით, ხელი ქონდა ჩაკიდებული და ოთო მეუბნებოდა რომ კარგიო არა უშავს, ნუ ვერ გადავედით, რა გინდა ერთმანეთი გავიცანით რა კარგად გავერთეთ რა. თუმცა ისინი მაყურებლის ზარებმა გადაარჩნენ. ნუკი და ოთო! სახში რომ მოვედი, შევედი Facebook-ზე და მინდოდა რომ ყველასთვის მეთქვა რომ აი ოღონდაც დამანახა ის ადამიანები და ჩავეხუტებოდი, იმიტომ რომ არ იცი ეს რამ ხელა სიამოვნება. ამინისტია შემეხვდა გამომიშვა. ყოფილი პოლიციელი პატიმართან ერთად ამჯერად რაჭულს იცეკვებს. საცეკვაოდ გადმოვიდნენ ბოშუნა დაბიჭუნა, საცეკვაოდ გადმოვიდნენ ბოშუნა დაბიჭუნა. ტიგლი. თუ არის 18 წლის, მე ვარ 21 წლის და რაღაც ხელი რო გაგვეშალა და სერიოზული რაღაც რო გაგვეკეთებინა, კი შეიძლება გამოსულიყო კარგი, მაგრამ ჩვენ უფრო აი რაღაც პატარა ხო იცი, ცელქი ბავშვები ვართ მართლა ამ პროექტში. ცანგალა და გოგო. არა რამბიცეკია ქართული ასხორებაში ამიცეკია დაბადების დღეს და რაღაცაზე თუ წამოხტებოდ და რაღაცას ვიზავთ. მომდევნო ტურში წყვილს კვლავ მაყურებლის იმედი აქვს. ნებისმიერი ჩვენი ცეკვა გეძღვნებათ თქვენ. იმ ადამიანებს, რომლებიც წერენ, რომლებიც არ წერენ, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენს მაყურებელს. SMS-ები 12:08. მიდი. ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ფოლადაშვილი. ცეკვა რაჭული. გამოვიგზავნეთ ჩვენს
ასე აჯობია რუსთა? ასე ჯობია. ახლა კი გისმენთ. კიდევ ერთხელ წუნდები, რომ ნამდვილად ყველა ქართველს ქართული ცეკვა სისხლში აქვს. ყველა კუთხის ცეკვა და ეს იგრძნობა უცეკვია თუ არ უცეკვია, ყველა ქართველს სისხლში აქვს. ყოჩახ, ძალიან კარგები იყავით. ბატონი ლევან უჩანეიშვილი. წინა ტურში თქვენ ჩემგან ყველაზე პატარა ნიშანი მიიღეთ და ადამიანს უნდა შეეძლოს და გული მткиო და გითხარით კიდევაც და მინდა დღეს გითხრათ რომ თუ პირველ წინა ცეკვაში ეს იყო რაღაც სოლოსავით ჩემთვის მიუხედავად დღეს იყო ეს ცეკვა არის ყველაზე კარგი ცეკვა ჯერჯერობით ჩემთვის რაც შესრულებია დილოცა მე ძალიან მინდა ვნახო რაჭველი ესეთი სხარტი რომ რაჭველები მინდა ვნახოთ ესე თუ იცეკვებენ მოკითხვა შქმერს და მე მინდა გითხრა რომ დაანთე საოცრად დაანთე ცეკვა მოგვინდა ბატონ ლევანი წამოდგა და მე ვფიქრობ რომ შენ ხარ პირველი რომელმაც შეძელი რომ აი მთლიანად შეგვიყვანე ამ ცეკვაში და მე მინდა გითხრა ბრავო აი ბრავო მართლა ძალიან მომეწონეთ. მეც ვერთდები თქვენ აპლოდისმენტებს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან საყვარელი წყვილი იყავით. ერთად ცეკვავდით, ხასიათიც გქონდათ, შინაარსიც გვაჩვენეთ და ძალიან ლამაზად შეასრულეთ. მადლობა. ახლა კი სანამ ჩვენი წყვილი ბანკი რესპუბლიკას ოთახში დაბრუნდება, კიდევ ერთხელ ესე აპლოდისმენტებით ხურვალეთ გავაცილოთ ოთახში. და რაც შეიძლება მეტი ქულა უსურვოთ. აპლოდისმენტები! ახასთან რა ხდება? ახლა გავდეთ ახასთან ნახოთ. შევეგებოთ ჩვენს კონკურსანტებს. რაჭველების პირობაზე ისინი ძალიან სწრაფად დაბრუნდნენ. ქალბატონებო და ბატონებო, შეგახსენებთ მათ SMS ნომრებს 1208 დაუმისიძეთ თუ გინდათ რომ ეს წყვილი შემდეგ ტურში იხილოთ. ახლა კი ჟიურის დრო დადგა. ნინო სუხიშვილი 6 ლევან უჩანეიშვილი 7 ნინო ანანიაშვილი 7 ნანუკა ჯორჯოლიანი 7 გოჩა ჩერტკოევი 7 35 ქულა. მე მგონი დღეს ყველაზე მაღალი ქულა რაც კი დაწერილა. კიდევ ერთხელ გამავხსნევოთ ჩვენი კონკურსანტები. ძალიან გახარებულები ხართ, დარწმუნებული ვარ და თქვენი კომენტარის მოსმენა ყველას სურს. ძალიან დიდი მადლობა ჟური, ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც იქ იხსნათ და მე მინდა ერთ რაღაც ვთქვა. ჩემ ადამი მითხრა როგორც გიყვარო არ ისე იცეკვეო და უფრო მიყვარა ხარ ბუბული. ოთო. დიდი მადლობა ყველას. ჩემს გულშემატკივარს, ხალხს, რავი, აი ყველას დიდი ჟიურის უღრმესი მადლობა და მინდა დიდი მადლობა მოუხადო ასევე ჯგუფ ბანს, რომელიც გვერდში გვედგა. და რავი, დიდი მადლობა თვითონ რაჭუკას, ანუ დავით უგრეხელიძეს, პლუს ტატას და რავი, ყველას თელ სუხიშვილებს. ძალიან კარგი. ემოციურად მე მგონი ძალიან დაიღალეთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ დაიცვენოთ. მე კი მომამზადებ შემდეგ ვარსკვლავურ წყვილს. ისინი არიან სამორი და ლიკა. SMS ნომრით 1206 შეგებეთ. ლამაზესი წვილი. ჟიურისგან განსხვავებით სამორის საკუთარი ცეკვა არ მოეწონა. ისევე რიცეკვა როგორც მინდა და რაღაც ნერვები მომიშალა და ჯერჯერობით არ უყურე, მე ცოტა შემოემზადები ფსიქოლოგიურად და უყურე. თუმცა აფრიკელი წვილი პროექტის ერთ-ერთი SMS ლიდერი გახდა. ვისი შარვალი გაქვს? როგორც ბევრი გულშემატკივარი ამოს აიწყვეტასო და რა ვიცი იმედია მართლა ესე გამოვიდა. პირველ რიგში სამორის აუარებელი არმია თაყვანისმცემლების ალბათ სწორედ მათი დამსახურება იქნებოდა ალბათ ის რომ ჩვენ SMS-ებით მე მგონი მესამე პოზიციაზე გავედით.
თაყვანის მცემლების არმია ამჯერად ლიკასა და სამორის აფხაზურს უგულშემატკივრებს. ესე კი არა, ერთი. ქართული ტურია და ჩემი აზრით ყველაზე არაპროგნოზირებადი ტური იქნება. ყველაზე არაპროგნოზირებად ტურს წყვილი 7-ად ხვდება. აზრი არ აქვს ნერვიულობას. უნდა გამოხვიდე საქმე გააკეთო. აი, გრეხო. სამური ბალდე და ლიკა ლაბაძე. ცეკვა აფხაზური. ყველაზე სიმპათიური, ყველაზე ლამაზ და ცეცხლოვან აფხაზურის თემსმულები. ახლა კი სანამ შევაფასებდეთ ბატონს და ქალბატონს, ახლა კი ძალიან ისეთი ამბავი მინდა გითხრათ და მიულოცო ქალბატონ ნინო ანანიაშვილს დაბადების დღე. მიულოცავ ქალბატონო ნინო გამხოლებას, ბედნიერებას, ყოველივე კარგს. მე მგონი უფრო მხურვალი აპლოდისმენტებია საჭირო. მადლობა. ახლა ეს შენ. მადლობა. არაფრის. ახლა კი გადავიდეთ შეფასებაზე. ქალბატონო ნინო, თქვენი დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისათვის, რაღაცა ძალიან ისეთი საიუბილეო გამომივიდა დღეები. ძალიან მიხარია რომ ხედავ ესეთ ლამაზ ტყილს. მიხარია რომ გოგონები უმრავლესობა რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები არიან და მე აგრძელებენ ესეთ სხვადასხვა ამპლუაში გამოსვლას. ძალიან კარგი შესრულება იყო. ნამდვილად ხანდახან მეჭვი მეპარება რომ თქვენ არასოდეს არ გისწავლიათ ცეკვა. ისე რომ გილოცავთ. ძალიან კარგი შესრულება იყო ჩემთვის. ნინო სუხიშვილი. მე მინდა ვთქვა, რომ ეს პირველი წყვილია, რომელსაც მე უყურე პროფესიონალური თვალით, რატო გეტყვით. ყველა წყვილს ჰქონდა განწყობა, ჰქონდა რაღაც ემოციები, არაჩვეულებრივი იყო ყველა, მაგრამ ეს პირველი წყვილია, ვინც შეასრულა პროფესიონალურად ეს ცეკვა. აი, აქ იყო ყველა ილეთი შესრულებული სწორედ, ნამდვილად. აი, მე სამორი თუ გადაწყვიტავს, ანსამბლში მივიღებ ხვალვე. აპლოდისმენტები ხურვალე. ბატონო ლევან, ისმენ.
ესეთ ბრწყინვალე პროფესიულად შესრულებულ აფხაზური შეფასება ფსუარა ხაცა ითაბუბ ნებრული, აფხაზური, ინგლისური. ტაში. მეტი აპლოდისმენტები, მეტი ათამაშები, მეტი ენერგია და მეტი გავაცილოთ ჩვენი წყვილი რესპუბლიკა ოთახში კახასთან. მე კი კლავ მოგიწოდებ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულს, ვინაიდან თქვენი ხმა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. ახლა კი ჩვენი კახასთან ვართ, კახასთან. მივესალმოთ ჩვენს კონკურსანტებს, რომლებმაც არა მარტო რუსთაველის თეატრის სცენაზე, არამედ ბანკი რესპუბლიკას ოთახშიც კი ცეცხლი დაანთეს. შუბზევარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვიკითხო ულამაზესი კუთხე აფხაზეთი. ეხლა კი ყველაზე ემოციური მომენტი ჟიურის შეფასება. ნინო სუხიშვილი 7 ლევან კუჩანეიშვილი 7 ნინო ანანიაშვილი 7 ნანუკა ჯორჯოლიანი 7 ვოჩა ჩერტკოევი 6 34 ქულა. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ჩვენს ვარსკვლავურ წყვილს. სამო. მე მგონი ხვალიდან გაქვს შანსი რომ სამორ სუხიშვილი გახდე. სამორი სუხიშვილი. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს ქორეოგრაფებს, ბატონ დავით უგრეხელიძეს, რადგან აი რა ვიცი, აი ეს ნაბიჯ დაგდებოდა და გვისწორებდა ყველა შეცდომას და ზუსტად მაგის და სხვა სუხიშვილის ბიჭების დამსახურება რომ ალბათ რაღაცა გამოგვივიდა. ვეცადეთ ნამდვილად ვიშრომეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ დაწერილი ნიშნებით. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა უთხრა. მაყურებელს თქვენი SMS ნომერი შეახსენეთ? 1206. ძალიან დიდი მადლობა, შეგიძლიათ დაისვენოთ. მე კი შემდეგ ვარსკვლავურ წყვილს მოვამზადებ იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ დაანთონ ცეცხლი რუსთაველის თეატრის სცენაზე. მოემზადეთ ლელა და თორნიკე SMS ნომრით 1209. ლელა და თორნიკე წინა გადაცემის SMS ლიდერები გახდნენ. შემდეგ ტურში გადავიდნენ ლელა და თორნიკე. თუმცა ჟიურის ყველა წევრის გული ვეღარ მოიგეს. უდიდესი შეცდომა რომ არ ჩაგედინათ ალბათ მაღალ ქულას მოღწევით, მაგრამ მუსიკოთ იცოდნენ. ადამიანს რომელსაც მენარდათ ამ მეთომედიც ახლა ჩემი პროფესიის და იგივე თორნიკე ფიზიკოთ ვერ ამოვარდები მუსიკიდან, არ არსებობს ესეთი რამ. წყვილისთვის მორიგი დაძაბული კვირა დაიწყო. ქართული ფოლკლორი და ცეკვა ხევსურული. ეს თორნიკეს საოცნებო ტურია. ეს არის ჩვენთვის სადაც ვარ სრულიად დაწყნარებული, დამშვიდებული. ჩაჩაჩას რაღაცა მოძრაობები არ გვაქვს ისში, მაგრამ ეს გვაქვს, იმიტომ რომ გენეტიკურად გვაქვს ეს ჩვენ და ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ ამ ცეკვაზე მივლია თუ არ მივლია, ნებისმიერ ადგილზე ხო ეს სუფრა იქნება თუ რაღაცა ხელს რო გაშლი ხო უკვე აი რაღაცა ხდება. კონკურსანტებს ჟიურიზე მეტად მაყურებლის კრიტიკის ეშინიათ. მე არ მგონია რომ 90% მაინც არ ქონდეს ნაცეკვი ქართული ცეკვა მოყვარულის დონეზე. ასე რომ მთელი საქართველოს არის ჩვენი მაყურებელი დღეს ჟიური. ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი. ცეკვა ნაბდით.
დიდი მადლობა თქვენ. ეს ვიხრი თქვენს წინაშე. ქალბატონებო, ბატონებო, ქალბატონი ნინოსუხიშვილი, რა თქმა უნდა. დღეს ნამდვილად ქართული ცეკვის დღესასწაულია. ყველა წვილი არის არაჩვეულებრივი. კიდევ ერთხელ აი ვწუნდები ნამდვილად, რომ ეს არის, არ ვიცი, ქართული გენია, აი განფენილი ყველგან და აი მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ დღეს და ველა კიდევ ერთხელ გილოცავ. ბატონი ლევან უჩანეიშვილი. მურიცხილე, მოგახვამან, ვარსკვლავია, იქ ნამდვილად უკაცრავად. ბატონო, მიკროფონი არა, გვაქვს მიკროფონი? მიკროფონი. ვარსკვლავია, მურიცხი. შეიძლება თუ შეიძლება? მე ვამბობდი ქართულადაც, რომ დიახ. თუნდ ნაბდით, თუნდ უნაბდოთ, მურიცხილე. ვარსკვლავია, მოგახვამან, დაგიმართეთ. აპლოდისმენტები. ბატონი გოჩა ჩერტკოევი. ნამდვილად ვალსზე კარგი იყო, აბსოლუტურად მაგაში ყველას ვეთანხმები, ყოჩა. მე მგონი ძალიან ლამაზი ცეკვა იყო. ოდნავ მე მგონი თორნიკე ცოტა როლებში შეიჭერთ და yes, მხოლოდ შენ დაგიწერდი ალბათ 10, მაგრამ მხოლოდ ხვილს ერთად უნდა გახსოვდეს, ქალი არ უნდა დაიმსხო ჩემი აზრით. ცოტა დიდხანს მოწყდი შენ ქალს და ყურადღება უნდა მიექცევლე, ძალიან ლამაზად იცეკვე, ყოჩა. ნანიკა მე შემიძლია თამამად ვქვა რომ თორნიკე იყო თავის მოედანზე. თორნიკე სუპერ, სუხიშვილი ხარ ნამდვილად და არ ვიცი, მე მიამაყება რომ ზოგადად ხართ. ბატონო ლევან, რაღაცა გინდოდა გეტყვი. ხო, ესეთ ქალისგან თორნიკეს რო თავი დაეკარგა და საერთოდ გაგიჟებულიყო ამას თორნიკე გაგიმარჯვეთ, კარგად იყავით. წილვალი იყო. შეიძლება რომ ყველა წვილი სუხიშვილი იყო ეს ბოლო კვირა, იმიტომ რომ ყველა მუშაობდა ჩვენ დარბაზში და ყველა ისეთი შემართებით, ისეთი მონდომებით, რომ მე მგონი ყველა სუხიშვილი გახდა. კი, მაგრამ თორნიკე ნამდვილი სუხიშვილია სხვებისგან განსხვავებით, ეს განსხვავებს სხვებისგან. თორნიკე, ბრავო, ლელა. შეუდარებელი იყავი, ვერ მოგაწარებთ. რესპუბლიკას ოთახში 12:09 დაუმესიჯეთ, აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და გადაარჩინეთ თქვენი ფავორიტები. კახასთან რა ხდება? ლევას და თორნიკეს ველოდებით. მათი კონკურენტები კი ესეთი ხურვალი აპლოდისმენტებით ხვდებიან ჩვენს ვარსკვლავურ წყვილს. ოჩა, შესანიშნავი შესრულება იყო. ეხლა კი ყველაზე დაძაბული და მძიმე მომენტი, ჟიურის შეფასება. ნინო სუხიშვილი 6 ლევან უჩანეიშვილი 7 ნინო ანანიაშვილი 7 ნანუკა ჟორჟოლიანი 7 გოჩა ჩერტკოევი 6 33 ქულა, SMS ნომერი 1209. გავამხნევოთ ჩვენი ვარსკვლავური წყვილი. ლელა, რა სიტყვით დღევანდელ ტურზე? მოდი მე ცოტა დრო მომეცით რომ რაღაცები მინდა ვთქვა. პირველ რიგში მე ქალბატონ ნინო ანანიაშვილს ულოცავ დაბადების დღეს ჩვენს პრიმას საამაყო ქალბატონს. აპლოდისმენტები. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო სუხიშვილებს, ქალბატონ ნინო სუხიშვილს და ბატონ ილიკო სუხიშვილს. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო განსაკუთრებული ქალბატონ ტატა გომელაურს, ბატონ დათო უგრახელიძეს, ნინო შარაშიძეს, თეა დარჩიას, სუხიშვილების მუსიკოსებს, რომლებიც ჩვენ ახლა აკომპანირებას გვიკეთებდა და რა თქმა უნდა ჩემს უძვირფასეს და უსაყვარლეს სუხიშვილების მოცეკვავის ჩემს პარტნიორს თორნიკე წერეთელს. თორნიკე, როგორ ჩაიარა შენმა საოცნებო ტურმა? რა სიტყვი? მე პირადად კმაყოფილი ვარ და რავი, უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო ჩემ პარტნიორს ლელა წურწუმიას. აი ესეთი შვენიერი წყვილი წარდგა თქვენს წინაშე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათ SMS ნომრებს 1209. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ კონკურსანტებზე. თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ. მაშინ ასე მოემზადეთ ლევანი და სალომე SMS ნომრით 1204.
როსტოს გამოსვლიდან განსაკუთრებით ერთი ილეთი გახდა პოპულარული. მეორე ტურში მან უკეთესი შეფასება. ძალიან კარგად იცეკვა შედარებით იმასთან, რაც წინა ცეკვა ვნახე. სალომემ კი კვლავ განსაკუთრებული შექება დაიმსახურა. წარმოუდგენელია სალომეს გარეშე ეს პროგრამა, რაღაცას ყოჩა. ქუჩაში რომ გავდივარ, ანუ ხალხი რაღაცებს მეუბნება, ანუ მოსწონთ და ასე შემდეგ, მიხარია ძალიან. ვალსის შემდეგ წყვილი კახური ცეკვისთვის ემზადება. არის ძალიან რთული, არის ძალიან სახასიათო. ჩემი აზრით შევძლებ, რადგან ქართველი კაცის ხასიათი ყოველთვის ამჯერად როსტო და სალომე ერთნაირად ღელა. ამის სხვა ხასიათი სჭირდება, თქვა სხვა ხელები, რაც მე სხვა რაღაცას ვარ მიშოვლი, ამიტომ ცოტა მიჭირს. არა ბიჭო. ლევან როსტოშვილი და სალომე ჭაჭუა. ცეკვა კახური.
ალბათ ნინო თქვენით დავიწყოთ. ძალიან გაგვამხიარულე ლევა, ნამდვილად ამდენი არ მიცნია ძალიან დიდი ხანია. ნამდვილად ძალიან ხასიათში, განწყობით, ძალიან ნამდვილად კარგი დადგმა იყო, გაგვახალისე ყველა. სალომე არაჩვეულებრივი ყველა სტილის ცეკვაში. კი ამბობს, რომ ქართული გაუჭირდა, მაგრამ არაფერი არ ეთყობა, რომ გაუჭირდა. ნამდვილად გაგიმართლა, რომ ესეთი მეწყვილე შეხვდა და ძალიან ბევრს გაძლევს. ქალბატონი ნინო ანანიაშვილი. მეთანხმები ნინოს ჩვენ სალომეთი ვთქვებით უკვე რამოდენიმე ტური და მინდა მოიგონოთ რამე სპეციალური ჯიურის სიმპათიების პრემია. ეს არის ჩემი წინადადება შემდეგი ცეკვებისთვის. რაც შეეხება ლევანს, ნამდვილად ეთყობა, რომ პროგრესი ხდება, ცდილობს გახდა კიდევ უფრო. საინტერესო ფინალი იყო, ვნახოთ ახლა როგორ შეაფასებთ SMS-ებით. პატიცეულო მაყურებელო. ბატონი გოჩა ჩექო. მე მგონი ეს ცანგალა და გოგონა ლევანისთვის მოიგონეს თუ რა. ესეთი ზუსტად საბედნიერო თესაკვა ვარსებობს არის გამოწერილი შეთვის. ძალიან მე ჩემი აზრით შესავალი იყო ნამეტანი დიდი ცოტათი ხანს იდეგი ჩემო კარგო მეტი უნდა გეცეკვა რა თქმა უნდა. მაგას ცოტა ქვია დახალტურება, yes. და რო დაიწყეთ ცეკვა, მაშინ უკვე ძალიან კარგი იყო. ბოლოში ვირი და ეს ბატონო გოჩა ბრალი იყო, ბრალი. გოჩა. და შეიძლება ერთი თქვა, მე მინდა მივესალმო განსაკუთრებით 7 კაცას. მოგესალმებით. თქვენ არ გჭირდებათ ჩვენგან არაფრის თქვა, მაგრამ აი არ ვიცი. ხურვალი აპლოდისმენტები, ბატონებო, ქალბატონებო. ურვალე! გავაცილოთ მონაწილეები. და შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ მეტი SMS-ები და თქვენ მეტი აპლოდისმენტები შემოკარგებაო, უფრო მეტი და მეტი. გადავინაცვლოთ კახასთან რესპუბლიკა ოთახში. იმდენად გახარებულები არიან, რომ აი ესე სწრაფად დაბრუნდნენ ბანკი რესპუბლიკას ოთახში. ძალიან კარგია, რომ სამნი არ დაბრუნდით. ვირს გულისხმობ. მოკლედ, ჟიურის წევრებს ვთხოვთ, შეაფასოთ ჩვენი ვარსკვლავური წყვილი. ნინო სუხიშვილი. 6. ლევან უჩანეიშვილი. 6. ნინო ანანიაშვილი. 7. ნანუკა ჟორჟოლიანი. 6. გოჩა ჩერტკოევი. 6. 31 ქრუა. როცა რაღაცა ძალიან კმაყოფილი საფრთხე. მადლობა თან. კმაყოფილი ვიქნები ჩემ. რითი ხარ კმაყოფილი ჟიურის შეფასებით თუ იმით რომ ღები დააგდე? ორი. მაგრამ უბრალოდ ჟიურის შეფასებით. დიდი მადლობა მინდა ჟიურის უთქვა თავის თავად. ანსამბლ 7 კაცას ჩემს ყველაზე მთავარი არის ანსამბლ 7 კაცის გვერდზე დგომა. მურიკოს გვერდზე დგომა, ტატას გვერდზე დგომა და ბატონი დათოს გვერდზე დგომა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ სოფიშვილების არაჩვეულებრივ სოლისტებს და ერთ-ერთ ქორეოგრაფს. ესენი რო არ ყოფილიყვნენ დამეთანხმებით ალბათ ყველა მონაწილე რომ ჩვენი ცეკვები არ იქნებოდა ეს ასე. და ნომერი შედგა. აბსოლუტურად და არაფრისთვის თავზე გადაყვნა. აი ერთი კვირა ათენებდნენ და აღამდნენ ჩვენს გამო. მადლობა მათ და ჩვენსაც გავაკეთებთ ყოველთვის რომ აი რა ვიცი გადავუხადოთ მამა პატივისცემად თუ რა ვიცი როგორ ხარ ბეროპარკოს. სალომე, შეუდარებელი იყავი სცენაზე, მაგრამ ერთი სიტყვა, ან ორი სიტყვა მაინც უნდა თქვა ჟიურის შეფასებაზე, ზოგადად დღევანდელ კონკურსზე, დღევანდელ ტურზე. რა ვინერვიულე ძალიან, მაგრამ მე მგონი რომ გავაკეთეთ ყველაფერი. არ გეტყობოდათ ნერვიულობა. ვეცადეთ ყოველ შემთხვევაში. ძალიან არტისტული და საინტერესო ნომერი იყო, თქვენ შეგიძლიათ დაიცვენოთ. ჩვენი შოუ კი ნელ-ნელა კულმინაციისკენ მიდის. ჩვენ კი ძალიან მადლობას ვუხდით ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების ქორეოგრაფებს დავით უგრეხელიძეს და ტატა გომელაურს დღევანდელი ტურის მომზადებისთვის, ასევე მუსიკოსებს და საერთოდ მთელ დასს დახმარებისთვის. დიდი მადლობა. მასასე, ყველა წყვილმა იცეკვა. ჟიური ყველამ შეაფასა. გონი დადგა დრო, მონაწილეთა რეიტინგი ვიხილოთ. ნახოთ. რეიტინგები ეკრანზე.
კიდევ ერთხელ ეს არის ჟიურის მიერ გაკეთებული რეიტინგი. შეფასებების რეიტინგი უпростად აბა. რუსკა მე მგონი ძალიან აზარტული და საინტერესო ნახავება გამოგვივიდა რა. ესე მგონია და მოდი ახლა ცოტა დავისვენოთ და მოვემზადოთ შემდეგი ყველაზე ემოციური ნაწილისთვის. არა? რა თქმა უნდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით SMS-ების შედეგი. ასე არა ვარ. რუსთაველის თეატრიდან იმედის პირდაპირ ეთერში ვბრუნდები. შეგახსენებთ, რომ დღეს მესამე საკონკურსო დღეა, რომელსაც ქართული ტური ეწოდება. ჩვენ უკვე ვიხილეთ 8-ვე საკონკურსო ქორეოგრაფიული ნომერი და დადგა დრო გადავიდეთ შოუს ყველაზე დაძაბულ ნაწილზე. 8-1. მხოლოდ 7 წყვილი გადავა შემდეგ ტურში. დღეს ამ სცენაზე ვარსკვლავები მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ახლა მაყურებლის დროა. თქვენ უნდა შეძლოთ მეტი და თქვენ რჩეულს შემდეგ ტურში გზა გადაულოცოთ. ამისთვის კი საჭიროა მეტი მომდობი, მეტი მხარდაჭერა, მეტი აქტიურობა, მეტი SMS. აქ მუდამ იმარჯვებს ის, ვინც გულშემატკივრის მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. 4 წუთში ხმის მიცემა შეწყდება და გავიგებთ დღევანდელი ტურის ლიდერსა და აუთსაიდერების ვინაობას. მოდით ახლა მოკლედ თვალი გადავავლოთ დღევანდელი ტურის 8 ცეკვას.
10 წამი და ხმის მიცემა შეწყდება. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყდა. დაველოდოთ შედეგებს და ერთად გავიგოთ 8 ვარსკვლავური წყვილიდან ვინ გადავიდა მომდევნო ტურში და ვინ გახდნენ აუთსაიდერები. სანამ შევიტყობთ SMS შედეგებს, ერთად ვნახოთ თუ რა შეუძლია სიყვარულს. ჩვენი კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს საოცარი სიურპრიზი ელის. მაესტრო, მუსიკა. სვირფასო, კრისტი. ეს სიურპრიზი შენ გეკუთვნის. თაზო ვაჩნაძე. მე არ მესმის როცა გეტყვიან მიყვარდა ხელს არასოდეს არ მესმის როცა არასოდეს არ მიგატოვოთ რომ არასოდეს არ მიგატოვოთ იმაში შეგვიძლია იმაში ხომ მიყვარდა ხურვალი აპლოდისმენტები მივესალმოთ ჩვენს რომანტიულ წყვილს ვენდრეს ვითო ამითი მინდოდა მეთქვა რომ აღარ მიყვარხარ აღარ მიყვარხარ კოცნა აღარ მიყვარხარ ყველა მოიწოვეთ რომ აკოცოთ წყვილმა ერთმანეთს შეხედა წარსულს გაიგებ კიდევ ერთხელ ყურვალი აპლოდისმენტები დაზო დიდი მადლობა რომ ესეთი რომანტიული გამოვლენა იყო. ძალიან დიდი მადლობა შენ. ეხლა გადავდივართ შოუს ყველაზე დაძაბულ მომენტზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ჩვენი კონკურსანტები და განსაკუთრებით ეს საოცარი წყვილი. დაზო, შენ გემშვიდობებით, დროებით, დაუბრუნდი შენს ადგილს. იმედია მშვენიერ კრისტის არ მოგტაცებენ. და ისინიც მაყურებლის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გადავიდნენ. სახელდება პირველი ვარსკვლავური წყვილი, რომელიც გადავიდა შემდეგ ტურში. როსტა და სალომე! მომდევნო ტურში იცეკვებენ. ნუ კიდეოთო! შემდეგ ტურში გადავიდნენ. სამორი და ლიკა! პირველი აუთსაიდერი პირველი აუთსაიდერი აუთსაიდერი წყვილი ბატონო დიდი მადლობა კახაბერი და მარიამი მომდევნო ტურში იცეკვებენ.
ნიკო და გიგი. აბუ არა ზაზა. შემდეგ ტურში იცაკვებენ. კრისტი და ლევანი. მეორე აუთსაიდერი წვილია. ლელა და თორნიკე. ავტომატურად ულოცავთ კრისტინა იმედაძეს და მის პარტნიორ გიორგის. მაშ ასე. გთხოვთ? აუთსაიდერებს გთხოვთ სცენაზე. გთხოვთ. ლელა, ორი სიტყვით მაინტერესებს ელოდებოდი, რომ შენ დღეს აუთსაიდერებში მოხვდებოდი. იცი რა არის, კონკურსის პრინციპია, პრინციპში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის, ასე რომ თუ გავარდები, ნამდვილად გული არ დამწყდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია, ძალიან კარგი გამოცდილება შევიძინე. მართალი გითხრათ, თავი ნამდვილად არ დავზოგეთ, არც მე და არც თონიკე. ნამდვილად. მაქსიმალურად ყველაფერი ჩავდები თამაში. მე მინდა ჩემს მაყურებელს და ჩემს გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ისინი მე ყოველი შემთხვევაში ვცდილობდი რომ მათთვის იმედი არ ესე ვთქვათ გამესროებინა, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას მაყურებელს, აპლოდისმენტები. ყველა მონაწილეს, მადლობა. ახაბერი უკვე მეორედ არის ამ ამპლუაში, რა სიტყვი ხა მე ვიცი ალბათ რასაც სიტყვი, მაგრამ მაინც. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა ყველა იმ ადამიანს გადაუხადო მადლობა, ვინც ერთი SMS-იც მაინც გამოაგზავნა. და ნუ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბევრჯერ ვეცადეთ გავარდნა და იქნებ ან გავარდეთ, ან დავრჩეთ, არ ვიცი, მაგრამ ეს ყოველ კონკურსიც არასასიამოვნო აუთსაიდერად ყოფნა, ამიტომ ხო, ამიტომ ძალიან უხერხულია თან ჩვენ რაღაცა ერთად ვართ. მე ძალიან მინდა რომ დაგიცმო ეს ადგილი. მე დიდი სიამოვნებით დაგიცმო. კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ჩვენი კონკურსანტები, ძალიან გთხოვთ. ისინი თუ მდგომარეობაში არიან, მხოლოდ ერთი წუთი დარჩა და გაირკვევა, ვინ დატოვებს დღეს კონკურსს. ძალიან დაძაბული მომენტია ჩვენს შოუში. ძალიან დაძაბული. ყველა ერთად ვღელავთ. იცეკვებენ. ლელა და თორნიკე. გილოცავთ. მაგრამ ჩვენ შოუს
თუ საჩუქროდ არავინ არ დატოვებს, კომპანია Avon-ი ჩვენს კონკურსში მონაწილეებს გავარდნილ, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გავარდნილ მონაწილეებს და წყვილს აძლევს არაჩვეულებრივ საჩუქარს. აი, წარმომადგენელი ერთი წუთით თუ შეიძლება. ახუჩევა საჩუქარი, აი, მარიამ. ეს საჩუქრები თქვენ. მარიამი სად არის, მარიამი? ილოცავლები. რა თქმა უნდა და ქალბატონ ლელას უნდა ერთი სიტყვა თქვას. ხო. მე მინდა ყველა დიდი მადლობა გადაუხადო. ბევრჯერ რამდენჯერაც მომეცემ ამის საშუალება. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთშია ესე ძალიან მხარი დაგვიჭირა, მაგრამ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ძალიან გული მწყდება, რომ აი ეს ულამაზესი წყვილი ტოვებს ჩვენს პროექტს, იმიტომ რომ ესენი საოცარ ხიბლს მატებდნენ ამ პროექტს ვეთანხმებით ალბათ და ძალიან გული მწყდება. ძალიან მიყვარხარ და თქვენ ძალიან წარმატებულები ხართ თქვენ საქმეში, თქვენ ხელი მოგიმართოთ. აპლოდისმენტები მარიამს და კახუჩელას. დაიწყა დაგვჩენია რომ დაგემშვიდობოთ ჩემო არტისტემულო, ქალბატონებო და ბატონებო, მომავალ ოთხშაბათამდე. მომავალ ოთხშაბათს 10 საათზე შევხვდებით კლავ იმედის პირდაპირ ეთერში. ამ სცენაზე დაგვწოდით. ნახვამდის.